ქალბატონი მანანა თოდაძე და ხატია სიჭინავა. რა თქმა უნდა, თემას ვაგრძელებთ სხვადასხვა თაობის მშობლებთან ერთად. ნამდვილად, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ფანტასტიკურად გამოიყურებით, ქალბატონებო. ულამაზესები ხართ, როგორც ყოველთვის. მარტი გვაქვს. და კარგად დავიწყოთ მეორე ბლოკი. რა კარგი სიმღერა იყო ქალბატონო. ძალიან ლამაზი სიმღერა. ვიცეკვით გავერთეთ. ძალიან კარგი ნიჭიერი ლანდერ დევიძის სიმღერა. და ნიჭიერი ქალბატონი მანანა თოდაძე ასრულებდა ბოლოს და ბოლოს. გიჟდებით თქვენზე ძალიან მიყვარხარ. ვიჭორავეთ მე და ხატია. მოს უფრო მეტად ვიყვარხარ. ესე იგი, აქ უკვე 4 სხვადასხვა თაობის მშობლები ვართ და მოდი გავაგრძელოთ თემა, რომელიც პირველ ბლოკში ჰქონდა და ძალიან საინტერესო რამეები გითხრათ ჩვენ ქალბატონმა მარიამმა. რა არის პრიორიტეტი, როცა ბავშვი სკოლაში შეყავს? რას ვაქცევთ ყურადღებას? თქვენ ქალბატონო მანანა, რას მიაქცევთ, როცა სკოლაში შეყავდათ ბავშვი დაწყებითებში? რა იყო თქვენთვის პრიორიტეტი? საგნები, მასწავლებელი, გარემო, სკოლა, წრე, აი ამაზე ვისაუბროთ. სამეგობრო წრეს ერთად მოდი ერთ კლასში შევიყვანოთ ჩვენი შვილები. კი ბატონო, იყო კი ბატონო. ასეთიც იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვსა და პედაგოგს შორის მოხდეს კომუნიკაცია და იყოს მეგობრული დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეხა მშობელი იმას ცდილობს, რომ ბავშვმა არ უნდა ინერვიულოს, პედაგოგმა არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა, იმიტომ რომ მე საერთოდ ძალიან წინააღმდეგი ვარ ბავშვს რო უყვირიან და შეურაცხყოფას აყენებენ. პატარა ბავშვიც კი იმახსოვრებს ისინი არიან უკვე პიროვნებები. აი სულ პატარებიც რომ არიან და იმახსოვრებენ იცით და მე რო იზრდებიან, აი წყენა გულში რჩება. აი მეცნიერის კომპლექსიც იყოს მე არ არის კომპლექსი. გაჩნია რასე თქვის პედაგოგი? ესა იცი ბუნებას გააჩნია ალბათ. ბუნებას გააჩნია ბავშვს. მე ვარ ის თაობა, სახაზავს რო ურტყავდნენ ხელებზე, მაგრამ არანაირი კომპლექსი არ ამიგირებია. პირიქით გაძლიერდი. აი არის კატეგორია ბავშვების, რომლებსაც აი სიმკაცრე უხდება და ზოგს ყველას არ უხდება სიმკაცრე. თუმცა სიმკაცრე ზღვარია ქალბატონო მანანა, დამეთანხმებით. აი ხა ხატია მახსენა სახაზავიო და ჩვენ დროს რატომღაც მიღებული იყო თითქოს ეს ყველაფერი ნორმა იყო. რა თქმა უნდა ამაზე რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მასწავლებელი რომელიც აი აქ მას აგიწევდა, ეს რატომღაც იყო ნორმა. მაშინ როცა სული მიმწარდებოდა. ხო, რა თქმა უნდა. და ხელს ვერ შეუბრუნდა. დიახ, დღეს შეცვლილია ეს ყველაფერი და ეს დანაშაულის დონეზე არის უკვე რომ მასწავლებელი შეეხოს ფიზიკურად ბავშვს. აი ამიტომ ვამბობ. აი ხატია უფრო სხვა თაობა ხართ ქალბატონო მანასთან შედარებით. მე მაინტერესებს თქვენთვის რა იყო პრიორიტეტი? ჩემთვის პრიორიტეტი იყო და არის რელიგია. პირველად. რომელიც სკოლაში აღარა გვაქვს? ჩვენ გვაქვს. კერძო სკოლაშია ალბათ. კერძო სკოლაში არის კი ბატონო და მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ამაზე დაწყებულია უკვე მუშაობა რომ რელიგია დააბრუნოს სკოლებში, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი ამ ბავშვებისთვის. სამწუხაროდ ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტი თაობა მოდის, ვიტყოდი და ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები მასწავლებლებს თხოვენ, რომ შენიშნა არ მისცე, არაფერია, ფსიქოლოგიურად სუსტი. ნებისმიერ რაღაცა წინააღმდეგობაზე ფაქიზი ფსიქოლოგიის მქონე, ამას გულისხმობ. ხო, ფაქიზი ფსიქოლოგიის ნახე, მე მაგალითად 13-14 შენიშნაზე ემართება დეპრესია რაღაცა. უფრო მეტად სათუთი დამოკიდებულება ჭირდებათ მათ, ახსნა, დავიგე. ჩემი აზრით გააჩნია, აი ნახე სუბორდინაცია არ უნდა დაიღოს არც დედას და შვილს შორის. მე არ მინდა ჩემმა შვილმა აღმიქვას როგორც მისი დაქალი. აბსოლუტურად არ არის საჭირო. მე ვარ დედა, მე ჩემი პოზიცია მაქვს ოჯახში და ჩემი რიდი თუ არა აქვს ჩემ შვილს და სუბორდინაცია დაცული თუ არა მაქვს და დაქალად თუ აღმექვამს, ყველაფერს გამიპედავს. ხვდები? ანუ აი გაბედვაში რას გულისხმობ ხატია? იმიტომ რომ გაბედვაში გულისხმობ იმას, რომ მაგალითად ჩემი შვილი ვერასდროს როგორ გითხრა, ვერ მეტყვის რაღაცა, როგორ აი კარგი რა ქალო, მაგალითად ვერ მეტყვის. არ მივიღებ, იცის რომ ეს არ შეიძლება, ეს სუბორდინაცია, შვილი ვერ მიმართავს დედას ქალოთი, თუნდაც რა. მაგრამ როგორც მე საიდუმლე, ცოტა მე ხარ ხდება შიში, რომ ცოტა კაცრი როა ბაიდა, ისე ვერ გამიგოს. რა იცი ნატუკა, აი ნახე, ჩემ შვილებს პრობლემა როცა ექნებათ სკოლაში და რომ მოდიან და მეუბნებიან, რომ დედა მაგალითად კლასელთან მოუხდა გაუგებრობა, ხო? ნახე მე ვეუბნები რომ დედა მოდი მე არ ჩავერევი, იმიტომ რომ თქვენ კლასელები ხართ და თქვენ თვითონ გაარკვიეთ, მაგრამ თუ დაინახავ რომ ვერ არკვევ და ვერ ერევი ამ პრობლემას, მაშინ მოდი მითხარი და მე უკვე დაგეხმარები. იყო ესეთი შემთხვევა, ჩემი შვილი მოვიდა და მითხრა რომ მე ამ კლასში ვერ ვიქნები დედა, იმიტომ რომ ვერ მეგობრობ ბავშვებთან და გადამიყვანე. მაშინ მე მივეცი ერთი თვე.
თუ შენ ამ ერთ თვეში ვერ დაალაგდები შენს კლასელებთან, ვერ იპოვი შენს თავს ამ კლასში, მაშინ რა თქმა უნდა გადაგიღებ. მოდი, ხატია მიზეზი, არა ხო, არ გიძე, ანუ როგორ იყო, იცი, დაყოფილია კლასები, ჩვენ დროსაც იყო, რა თქმა უნდა, დაყოფა. აი მიზეზს არ ჩაეძიე. კი, ჩავეძიე, რა თქმა უნდა. აი რაღაცა დაყოფილი იყო კლასი 3-3-2 ხო? და ნუ რაღაცა არ მოსწონდა ამ კლასში, ვერ პოულობდა თავის თავს. ერთი თვე დაველო და ერთი თვის შემდეგ რა თქმა უნდა ვკითხე რომ აბა რა ქენი და მითხრა რომ არადი და მე ამ კლასში ჩემი თავი ვერ ვიპოვე და გადავიყვანე სხვა კლასში. ანუ არ ჩაერიე იმით რომ დაელოდე რომ თვითონ მოეგვარებინა. ნახე როგორ მოზარდების პირადში მით უმეტეს ბავშვებთან არ უნდა ჩაერიო უხეშ აზრი არ აქვს შეიძლება საერთოდ გააფუჭო ყველაფერი და ამიტომ ვაცალე ჯერ ეს ერთი ბრძოლის უნარიანობაც უნდა გამოუმუშავდეს ხო ყველაფერზე მე ხო არ დამიძახებს რომ დედა პრობლემა მაქვს. ამიტომ როცა ისეთი პრობლემაა როცა შეუძლია რომ თვითონ მოაგვაროს მე ვაძლევ დროს რაღაც გარკვეულ მონაკვეთს მოაგვარებ, ოკეი, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ვერ მოაგვარებ, რა თქმა უნდა, მე როგორც შემეძლება დაგეხმარები. ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში როგორი შეცდომაც არ უნდა დაუშვან ჩემმა შვილებმა, რაც არ უნდა გაუჭirdეთ, იციან რომ შეუძლიათ მოვიდნენ, მითხრან და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოვიყვან. მაგრამ აი ეს სუბორდინაცია, რომ მე დედა ვარ და არა დაქალი, ჩვენ გვაქვს ოჯახში. მან აუცილებლად უნდა კითხო, როდესაც ლეილა შედიოდა სკოლაში. მანანას შვილია. ხო, ვისი შვილია, აი ხო ვარ. ხო, ეს ყოველთვის იყო, რამდენად რთული იყო იგივე ბავშვისთვის. იცი შენი კლასელი ვინ არის? ხო, როდესაც ვარსკვლავის შვილი ხარ, ცოტა ხო არ ხდებოდა პედაგოგების მიკერძოება. ხო. იცი რა შეასაქმე, ნატოკა პატარაობიდანვე ჩემო შვილებს ორივეს იმას ვასწავლიდი, რომ თვითონ უნდა გამოიჩინონ თავი, თვითონ უნდა იყვნენ წარმატებულები და არასოდეს ჩემი სახელით არ ისარგებლონ. მე აკრძალული მქონდა ეს. ხშირ შემთხვევაში ისეთი მომენტები იყო, რომ აი გადიოდა წლები და არავინ არ იცოდა დაუშვათ თამუნა ჩემი შვილი. იყო ხო თამუნაზე? რა თქმა უნდა თამუნაზეც და ლეილაზეც და თვითონ ბავშვებიც ისეთი მოგრძალებულები იყვნენ ორივე. ეხლაც ასე არის. პედაგოგები ამ დროს აი პედაგოგები კი ბატონო, მათ ხო იცოდნენ რომ მანანა თოდაძის შვილია ხო? მათ იქცევა როგორ იყო ბავშვთან მიმართებაში. ხო არ იყო განსხვავებული. იცი რა, მე ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ ყველა ბავშვი ერთნაირად უნდა მოექცეს პედაგოგი. გამორჩევა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. ეგ უფრო აგრესიას გამოიწვევდა სხვა ბავშვებისგან, ხო? და მე მაინც ვფიქრობ, აი ხა ხატიას უსმენდი, მე მესმის შენი მეთოდი აბსოლუტურად, მაგრამ მე უფრო მეგობრული დამოკიდებულება მქონდა ბავშვებთან და ჩემ შვილიშვილებთან განსაკუთრებით, როდესაც აშავებენ რაღაცას, მოდის ტირის, მიყვება და უნდა მოусმინო ბავშვს ბოლომდე და მე აი ეს შეცდომა რაშიც აქვს თვითონ დაშვებული, ის უნდა მიანიშნო, ის კი არ უნდა უთხრა შენ დამნაშავე ხარ, ცუდად მოიქეცი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვი გაამტყუნო. უნდა მოусმინო და შენ ისე უნდა შემოუტრიალო მას ამბავი რომ მიხვდეს სად დაუშვა შეცდომა და ბევრჯერ ყოფილა შეცდომა ოი ხო მართალი ხარო მე ვერ გავითვალისწინეო და მე თვითონ ასწორებს კი აუცილებლად და მინდა გითხრა რომ პედაგოგის როლიც არაერთხელ მოგირგე, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი სტუდია ქონდა თეატრალური. აი ხო დღეს მანანა თოდაძე ყავს როგორც პედაგოგი და როგორც მშობელი. აი მოდი განსხვავება პედაგოგი მანანა თოდაძის და მშობელი მანანა თოდაძის შორის. რამდენად რთულია ეს ყველაფერი? იცი რა ძალიან რთულია, იმიტომ რომ დიდი მოთმინებაა საჭირო. ნამდვილად. იმიტომ რომ არის ხოლმე მომენტები, რომ აი ჩვენ თავს ძლივს იჭერო, არ გამოხვიდე წყობიდან, მაგრამ არ უნდა გამოხვიდე წყობიდან. ყოველთვის იმარჯვებს სიყვარული და მეგობრობა, მეგობრული დამოკიდებულება. მე ისეთი ბედნიერი ვარ და ისეთი კარგი ბავშვები მყავდა ჩემს თეატრში, რომ დღემდე მათთან მეგობრობ და ისინი როგორც ჩემი შვილები ისე. ბევრი წარმატებული მომღერალი. ძალიან არა, ეგ უკვე მეორე საკითხია, მაგრამ აი პედაგოგის მთავარი მიზანი რა არის, რომ ბავშვები ერთმანეთს შეაყვაროს, შური და შუღლი არ უნდა იყოს ერთმანეთს შორის, კოლეგიალობა უნდა ასწავლო და აი ეს სიყვარული დღემდე მოძლებთ ბავშვებს და ისინი იზრდებიან ძალიან კარგი. მე ჩაცმას ვასწავლიდი გოგოებს. მოვლას ვასწავლიდი. იკვდებიან სიცილი დღესაც რო იხსენებენ, მანანა მოყვლავსო, ფეხშველა ფეხით მე სცენაზე ბავშვებს არ უშვებდი. ალგოტიკებს ვაცმევდი, პატარა მაკარონის ეს დაუწერელი კანონია სცენის, კი ბატონო. ეს დაუწერელი კანონია. ესთეტიკას ვასწავლიდი, სიყვარულს ვასწავლი და დედას პიცა ისე მიყვარს ყველა. აი როგორც ჩემი შვილები, იცით რა ჩვენ ესე კი ვსაუბრობთ, მაგრამ მაპატია რეალურად პედაგოგი ძალიან რთულ მდგომარეობაშია 20 ბავშვი, 30 ბავშვი და მე ერთი ვარ თქვენ ბევრი ხარ. ხო, ეს ტექსტი და ეს ტექსტი ძალიან ხშირად არის და მე იცი რა მე ამის ღირსი ვარ. აი მე ყველაფერს გაძლევთ თქვენ. ანუ ძალიან რთულია პედაგოგობა და ოქროშუალედი დაუყვირო თუ მეწყინა უთხრა. აი ეს არის ყველაზე რთული. ძალიან რთულია, მაგრამ ბავშვი ხანდახან
ნახა რაღაცა ისე ვერ მოიქცევა. ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან რო გინდა რომ იგრიალო. ძალიან რო გინდა რომ რაღაცა დაარტყა. თან ბავშვები ესეთი ბავშვობა ესეთი ასაკია. მაგიტოს ოკეი. ყველაზე მაგარიცი რა არის? მე მაინდა თქვენი ბავშვობა მინდა რომ გაიხსენოთ. აი რა დროს აი იმ დროინდელი სკოლა მინდა გადმოგცეთ და რა იყო მაშინ თქვენთვის არ მოგწონდათ, რა მოგწონდათ. ეხლა გეტყვით მენა. პირველ კლასში რომ შევედი, მყავდა ისეთი კარგი დამრიგებელი, რომ დღემდე მიყვარს და მახსოვს. მაყვალა მასწავლებელი. მეც ხოთაშო. მაყვალა მასწავლებელი, რომელიც ისეთი ყურადღებიანი იყო. ყველა გოგოს ეფერებოდა, ნაწნავ მე გრძელი თმებს ვატარებდი, ნაწნავებზე მეფერებოდა, ჩამოივლიდა კლასში და იმდენად მიყვარდა, რომ ვსწავლობდი საუკეთესოდ, იმიტომ რომ პატივისცემა, აი ეგ არის მთავარი, რომ კარგად თქვა, სუბორდინაციაც იყო დაცული პედაგოგსა და ჩემ შორის და პლუს ამასთან მინდოდა რომ იმას გული არ დაწყვეტოთ არაფერზე, ცუდად არ მოქცეულიყავი, რომ არ გამენაწყენებინა ეს პედაგოგი და აი სიყვარული ისე ჩამიდო, რომ გამყვა მთელი ცხოვრება მოყვება. ირილი არა, აი ხშირად არის რომ ბავშვები რომ მიყავთ პირველ კლასში, ეხლა 0 კლასი იყო ჩვენ დროს, პირველ კლასში ზოგი ტირის, ზოგი გვერდჩერდება. აი ხომ მითხარით მან კაპიტანმანანა როგორი იყო თქვენთვის თუ გახსოვთ 1 სექტემბერი, პირველი მისვლა და ხატია შეცმით რომ მე ლექსი მახსოვს რომელიც წავიკითხე. მე მახსოვს ჩემი პირველი კლასი, 1 სექტემბერი იყო. ჩემი 0 კლასი იყო. ჩემი პირველი იყო. თუ რა ვიცი, აი ისეთი თბილი და ისეთი ლამაზი ქალი იყო და მე ძალიან მომწონდა პომადიანი ქალები. მე თვითონ ბრანჭია და მოსასპობი, ისეთ სასწაული ხო და დედა ჩემი ცუბრაჭებოდა და აი ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, გაწკინებული, ძალიან დიდი ნიშნულობა აქვს ესთეტიკას, როგორ გამოიყურება პედაგოგი. ბავშვები ყველაფერს არჩევენ და მახსოვს თეატრში პატარა ბიჭი მომიყვანეს, ეხლა დიდი ბიჭი არ ვიტყვი გვარზასახელს, სასწაული პიროვნება. იყო 3-4 წელი ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ სიმღერა უნდოდა. და სულ მაკრიტიკებდა, რა მეცვა და ერთხელ მოვედი შლაპა მახურავს, პალტო და მიყურებ. შენ გონი ეხლა ეს შლაპა გიხდება? მოიხადე ეხლა ჩქარში. რა გააკეთეთ აი ამ დროს? როცა მოსწავლე გეუბნება რომ არა მე ვთხარ ვაიმე, კაი მეთქი მე ვთხარ, მე ამას აღარ დავიყურავ. მირდები აღარ ისეთი მაგარი ბიჭი ეხლა ისეთი წარმატებული და ისეთი სასწაული. ხატია. სამი შვილი სკოლაში დადის ვიცი. დამატები წრეებზე თუ დაკავსა, რამდენად აქცევ ყურადღებას მათ რა თუ რა უნდათ. აი პრიორიტეტში ამ შემთხვევაში შენ რა გინდა არის თუ ბავშვების ნიჭის ამ შემთხვევაში რაც მე რა მინდა იყო ეს პერიოდი, დაწყებით კლასებში ვატარებდი საბივეს ტანვარჯიშზე, ანუ მშობელში არის. ხო, ანუ მაგრამ რაღაც პერიოდის მერე, როდესაც უკვე დამიდგნენ თვითონ როგორი გახსნილი ურთიერთობები გვაქვს მე და ჩემი შვილიშვილი, შენ რა მოგწონს, სულ ვეკითხები, ანუ ნახე მე არ მინდა რომ ძალით გატარო რაღაცაზე და ამის გამო შევიცვალეთ უამრავი წრე, იმიტომ რომ ჩემ მესამის განსაკუთრებით ხან ცეკვა უნდა, ხან სიმღერა უნდა, ხან თეატრალური უნდა, ხან ეს უნდა, ხან ეს, მოკლედ ძალიან ბევრი ვიარეთ და ამჯერად ვართ თეატრალურზე, ეს მსახიობობა გადაწყვიტა. ძალიან კარგი. რუსთაველის თეატრში დამყავს, ის არის რა ქვია, წრე აქვს თეატრალური და ნუ მოკლედ ეხლა ეს მოსწონს. ნუ მასში ეს ნიჭი წამოვიდა ჯერჯერობით. კი ბატონო, იმიტომ რომ ამ ბავშვებს ზოგადად ეს ხო არის ეს ინფლუენსერობა, ეს ძალიან მოდაში ეხლა და ხო გონიათ რომ ძალიან კარგია, იმიტომ რომ შეუძლიათ რაღაცა სისულელე თქვან და ამით გახდნენ ცნობილი. და ბევრი ნახვები იყო. ხო, და აი ჩემ შვილებს დილი და აი დილა სკოლაში რომ მიმყავს და საღამოს რომ მომყავს, ვუკითხავ ლექციას, რომ შვილო, ლაიქები და ის რომ რაღაცა სისულელის თქმით გახდი პოპულარული, არ არის პოპულარობა. თქვენ თუ გინდათ პოპულარობა, თქვენ უნდა გახდეთ ჯერ წარმატებული იმ სფეროში, რასაც აირჩევთ და შემდეგ უკვე ეს ლაიქების დრო აღარ გექნებათ, იმიტომ რომ იქნებით თქვენი საქმით დაკავებული და ეს არის პოპულარობა და არა ის, რასაც ახლა თქვენ უყურებთ. როგორ გინდა დაუბლოკო. უბრალოდ შეუძლებელია დაბლოკო ეს ინფორმაცია. იმდენად არის უკვე გასული, ფესვები აქვს გადმული ინტერნეტს, რომ ვერ დაუბლოკავ. TikTok-ი ჩემშულებს არ აქვს, იმიტომ რომ ოფიციალურად აკრძალული აქვს, რომ არ გადმოწერონ ტვინის სარეცხი მანქანა. აი ნახე ხატია, გოდიში, აკრძალულია თვითონ სიტყვა. რაღაც უხეშად ისმინება. არა, ისმინება მეთქი. შეიძლება მე მაინტერესებს აი ეს აკრძალვა, აი როგორ აყენებ ამ. ორი ვარიანტი არის. ან ძალიან კაცრი ხომ არ ხარ.
ძალიან მკაცრი ვარ. ხო და აი ძალიან მკაცრი ვარ, ძალიან. ეს მომგებიანია შვილებთან, რაში გამოიხატება? კარგი, ახლა ნახეთ როგორი რაღაცა არის. ანუ ნახეთ, ბავშვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წრეში მოხდება, ხო? ანუ შენ მაგას ვერ გააკონტროლებ, იმიტომ რომ გარეთ რო გავა, ახლა რო გაიზრდება, იქ უკვე წრეს შენ ვერ აკონტროლებ, რა ხდება. ამიტომ შენ თავიდანვე უნდა ჩაუდო შენში ღირებულებები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ ადამიანებთან იმეგობროს და თუ შეეშლება რაღაცა ის ღირებულებები, როცა ჩადებული აქვს საძირკველში, უკვე იმასაც მიხვდება, რომ შეეშალა, აქ არ არის ის, რაც ღირებულებებში უდევს, ხვდები? იმიტომ რომ ნახე რატო ვიცახი, არის მომენტები, როდესაც ჩემი გოგოები მაგალითად შეიძლება შეხვდნენ დღესდღეობით ძალიან არ ვიცი ხო ჩვენ დროს არ იყო ესეთი რაღაცა, მაგრამ манипуляტორი ბიჭები, რომლებიც გოგოების კმაყოფაზე ცხოვრობენ, ხახო მე ესეთი არაფერი არ მინახავს. ალფონსებს გულისხმობ? ჩვენ დროს ალფონსებს ეძახდნენ, მაგრამ ეხლა უარესი ხდება, ანუ რამოდენიმე შეყვარებული ყავთ მაგალითად ერთად და ამ გოგოებს უბრალოდ შეიძლება სიცოცხლეც კი დაამთავრებინონ, ანუ ხვდები? ამიტომ მე ჩემს გოგოებს ყოველთვის ანუ ამ ღირებულებებს ვუდებ, რომ ოჯახს ხო ხედავთ, აი როგორი სიტუაცია გვაქვს ხო ხედავთ, აი მოდით აი ამ ღირებულებებით აარჩიეთ თქვენი მეგობრები იქნება ეს თუ საყვარელი ადამიანი მით უმეტეს და ჩემს ბიჭს ვზრდი კაცად ანუ მე აქედანვე დების პატივისცემა, ქალის პატივისცემა, დედის პატივისცემა ეს აი არჩევით მოდი ხა შენ აირჩიე, გინდა ასე, გინდა ისე, არ გამოდის. ძალიან საინტერესო აზრი იყო ქალბატონი მანასი, ქალბატონი ხატიასი, ნამდვილად მე მაინც მგონია რომ შვილები იზრდებიან ჩვენს მაგალითზე. რა თქმა უნდა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისინი არის, ჩვენ ვართ სარკემათი. ამიტომ მგონია რომ ისინი არიან ჩვენი ანარეკლები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ, ფიქრობ მაქსიმალურად, ჩემი აზრით, ეს ჩემი აზრია, ჰუმანურები, უნდა ვიყოთ მეგობრულები, უნდა ვიყოთ პირველი მრჩეველი მათთვის და უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, მესაიდუმლეები. აუცილებლად მოусმინოთ მათ პრობლემებს. მე მაგალითად, ჩემ თაობას მქონდა, რომ მშობლებთან ვერ მეგობრობდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ჩემ ხვდა მასწავლებლები, რომლებსაც მადლობას ვუხდი. სხვათა შორის ჩემი პირველი მასწავლებელი ძალიან საყვარელი იყო. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონი მანანა, ქალბატონი ხატიასი, უღრმესი მადლობა. თქვენ ხვალამდე გემშვიდობებით ნატუკა. ხელი მაინც დაიქნიე. ბედნიერად.